ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაზე მივიდა ევთოს გენერალურ მდივანთან, რომელსაც გუშინ ლანძღავდნენ, უფრო ადრე კი საქართველოში ჩამოსვლას უგრძალებდნენ, არჩევნების შემდეგ კი მისი შეფასების გამო ესხმოდნენ თავს. ოპოზიციის უპრინციპო პოლიტიკის მორიგი დასტურის შესახებ გიორგი აბაზაძე ისაუბრებს. ევთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს უკვე დატოვა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა კი ფერიდუნ სინირლიოღლუს ჰქონდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ სამხარაძესთან. ისაუბრეს საქართველოს ევთოს შორის ურთიერთობებზე, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. დღის პირველ ნახევარში კი სინირლიოღლუ შეხვდა ოპოზიციას. რადიკალებმა, რომლებიც მანამდე მის საქართველოში ვიზიტს აკრიტიკებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, პოზიციები მოულოდნელად შეცვალეს. შეიძლება რა თქმა უნდა ეს შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს მათ შორის არ ესმის ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე. ჯობესი იქნებოდა რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო. საქართველოშიც რუტინული ვიზიტით ჩამოვიდა, იმიტომ რომ 57 ქვეყანაში იქნება ვიზიტით. ჯერ კიდევ გუშინ ფერიდუნ სინირლიოღლუს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მის ვიზიტს რიგით რუტინულ შეხვედრას უწოდებდნენ. დღეს კი რადიკალებს თავის მართლება და სიტყვების უკან წაღება მოუწიათ. პატრონებმა მიცემული დავალებები შეუცვალეს. ასე აღმოჩნდა კოლექტიური ნაცმოძრაობა ევთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველოს არის ევთოს წევრი, ევთოს წარმომადგენლობა რეგულარულად ეწევა რეგიონს, სომხეთს, საქართველოს. ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებული იქნას სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ფერიდუნ სინირლიოღლუსთან დამოუკიდებლად მივიდა გიორგი გახარია, რომელმაც რონდელის ცენტრი კომენტარის გარეშე დატოვა. მელია გვარამია ხოშტარია ჯაფარიძის კოალიციამ კი ევთოს გენერალურ მდივანს ბოიკოტი გამოუცხადა. მათთვის სამგებიანი აღმოჩნდა ის აქცენტები, რომლებზეც სინირლიოღლუმ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე ისაუბრა. მსგავსი შეხვედრები, რომლებიც არ ემსახურება დემოკრატიის გამტკიცებას ქვეყანაში, არ საუბრობს ხმამაღლად იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არის ადამიანის უფლებების მიმართულებით. ჩვენი პოზიცია არის ცალსახაა, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციის მოპოვებას. ოპოზიციის აბსურდის თეატრს, რომელშიც თავის მხარდამჭერებს აცხოვრებდნენ, ფარდა აეხადა. რადიკალები და მათი პატრონები ახლა ისტერიაში არიან. კოლექტიური ნაცმოძრაობის პოზიცია კი ისევ და ისევ პატრონების მითითებებით იცვლება. არ ვიცი ხა რამდენად აზრი აქვს ამ რადიკალებთან შეხვედრას. ოპოზიციას ისინი საერთოდ არ აღიარებენ, თუნდაც ევთო ოდირის დასკვნა გავიხსენოთ და გავიხსენოთ ის განცხადებები, რაც ამ დასკვნის მიმართ კეთდებოდა. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა მას გაუსვა, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. გარედან ეტყვიან, რომ ასე უნდა გააკეთონ, აკეთებენ. როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა წინა დღეებში პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული გენერალურ მდივნის მიმართ და ეხლა ცდილობენ რომ შეხვდნენ და შეცვალეს მათი პოზიცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვათ, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ დავალების მიცემისგან მართულები. მიიღეს დავალება, რომ ეხლა არ ივარგებდა, რომ ევთოს გენდივანს არ შეხვედროდნენ და ამ დავალების შესასრულებლად ეხლა ცდილობენ, რომ ასეთი შეხვედრა მოაწყონ. არ აინტერესებს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, რეალურად ეს ადამიანები მხოლოდ მოწადინებულები არიან, როგორმე შელახონ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი. თავიდან როგორც ჩანს არაპირებდა ოპოზიციას შეხვედრას. რომ ოპოზიციას არ გამოუწია ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა, არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი, მაგრამ მე რახსოვს ბოლომდე წამგებიანი იყო მათთვის და გარკვეული ნაწილი გამოეყო და გამოხატა შეხვედრისათვის. ევთოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 3 დღე იმყოფებოდა. ფერიდუნ სინირლიოღლუ შეხვდა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრებს. შეხვედრა გამართა ცესკოში და გაეცნო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.